ზურაბ მენთეშაშვილის სასამართლო პროცესში ჯერჯერობით თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაწყებულა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის ხდომას უკვე წუთი-წუთზე გახსნის. დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ. გასულია პატიმრობის 2 თვე და შესაბამისად პროცედურულად ახლა დღეს გავიგებთ დატოვებენ თუ არა პენსიონერს პატიმრობაში, ასევე მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების დასაშვებაზე უნდა იმსჯელოს მოსამართლემ. ახლა ხდომათა დარბაზთან ელოდებიან პროცესის დაწყებას უფლებადამცველები და ასევე ზურაბ მენთეშაშვილის მხარდამჭერები, აქტივისტები, რომლებიც პენსიონერთან ერთად თვეების განმავლობაში იყვნენ ქუჩაში და ყველა ელოდება როგორ განვითარდება დღეს მოვლენები თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზურაბ მენთეშაშვილის სისხლისამართლის საქმის წინა სასამართლოს ომმა, სადაც სასამართლომ უნდა დაადგინოს მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების დასაშვებების საკითხი. ამასთანავე სასამართლო გადასინჯას აღკვეთ ღონისძიებას და გასაზღვრავს არცებითი სასამართლო ხდომის თარიღს. ეს არის ის საკითხები, რომელიც დღეს სასამართლომ უნდა განიხილოს. 65 წლის ზურაბ მენთეშაშვილი უკვე 2 თვეა რაც პატიმრობაშია და 44 დღეა რაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და დაიწყო შიმშილობა. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი დატოვებენ თუ არა პენსიონერს პატიმრობაში.